ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. იმისთვის, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, ვინც მილაიქებს, მიკომენტარებს, ყველას დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო და დღეს მინდა შემოგთავაზოთ გაშლა ისეთ ურთიერთობაზე, როდესაც პარტნიორები ერთად აღარ ხართ და ანუ შეიძლება იყოს დროებითი დაშორება ურთიერთობაში, შესაძლებელია იყოს უკვე გადაწყვეტილი და გარკვეული ურთიერთობა იმ მხრივ, რომ ორივე პარტნიორი ცაცალკე ხართ, მაგრამ მაინც გაინტერესებთ, ხო, როგორ არის თქვენთან, თქვენს გარეშე როგორ ცხოვრობს თქვენი დროებით დაშორებული პარტნიორი თუ ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს უკვე ყოფილი პარტნიორი ჩემო ძვირფასებო. მოდი ვნახოთ, ხო, ვნახოთ გავაკეთებ მე თქვენს სიგნიფიკაციას, ვინბისთვის არის ეს გაშლა, ნუ გასაგებია რომ ურთიერთობა უკვე გარკვეული გვაქვს, ხო, დაშორებული წყვილებისთვის, ან დროებით დაშორებული წყვილებისთვის არის ეს გაშლა, მაგრამ მაინც ვნახოთ თქვენი ენერგიები ამ მომენტისთვის, რომ მივხვდეთ რამდენად სწორად შეარჩიეთ, ხო, გაშლა. შესაძლებელია დღეს არ იყოს თქვენი დღე და მივხვდებით ენერგიებით, რამდენად თქვენია ეს გაშლა. მას ასე ვისთვის არის ეს გაშლა? თქვენი ენერგიები ამ მომენტისთვის ვისთვის არის. ნუ აქ ამომივიდა კვერთხის მეფე ჩემო ძვირფასებო, კვერთხის მეფე, რომელმაც დასტის ძირზე მაქვს უზენაესი სამშობლო. არ არის გამორიცხული, რომ ენერგიული პიროვნება ხართ ერთმნიშვნელოვნად, პიროვნება მიზანდასახული, არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი მიყურებს თუ მამაკაცი, ენერგიას ვკითხულობ უბრალოდ და შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებაში ან ხართ უკვე რაღაც მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ეტაპზე გახართ, მნიშვნელოვან რაღაც გადაწყვეტილებას იღებთ ცხოვრებისეულს, ან უკვე დასრულდა რაღაც პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, საკმაოდ რთული პერიოდი, მე მინდა გითხრათ, უზენაესი სამშობლო არ არის მარტივი არკანი, ხო, პიროვნებას ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე შეიძლება ჰქონოდა ამ არკანით და რომ იტყვიან პიროვნება როგორც ფენიქსი, ხო, ერთხელ დაიფერფლა და ახლა არის ეტაპი, რომ უნდა აღსდგეს თავიდან, ხო, თავიდან უნდა მოიკრიბოს ძალები და დაიწყოს რაღაც ახალი ფურცლიდან ცხოვრება, ახალი გზა რაღაც. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგას ამ მომენტისთვის თქვენს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი პერიოდი. რას უკავშირდება? ნუ ეს იცით როგორი მომენტია ჩემო ძვირფასო, ეს ძალიან ბევრთან იქნება სიტუაცია, როდესაც ურთიერთობაში ძალიან ბევრს გაქვთ გული ნატკენი, მაგრამ ეს უკვე წარსულში დარჩა, ხო, წარსულში დარჩა. თქვენ იმდენად ხართ უკვე გაძლიერებული, იმდენად ხართ უკვე შვიდიანი კვერთხი ამოვიდა, ხო? იმდენად გაგაძლიერებთ იმ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ თქვენს პარტნიორთან, რომ საკმაოდ უკვე მყარად გახართ ფეხზე და უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომ რა სირთულეც არ უნდა შეგხვდეთ გზაზე, რა სირთულეც არ უნდა როგორ გითხრათ, თქვენს ცხოვრებაში იყოს, ხო, მაინც არ დაეცემით და მაინც მყარად გახართ თქვენს პოზიციაზე, მყარად გახართ ფეხზე და ცდილობთ, რომ გზა გააგრძელოთ იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც თქვენს ცხოვრებაში იყო და რაც თქვენ გამოიარეთ და სამიანი ხმალი ეს შემოკარგებო არ არის მარტივი, ხო, როდესაც პიროვნება განიცდის შინაგან ტკივილს, ხო, შინაგან ტკივილს წარსულიდან. ნუ ეს უკვე არის წარსულის არკანი. წარსულის არკანი ურთიერთობაში რაღაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რამაც ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა ყველაფერზე, ხო, თქვენს ცხოვრებაზე. ძალიანაც შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა, მაგრამ ახლა უკვე გეხართ, როგორც წეღავ თქვი სამშაბლო, ხართ ახალ ეტაპზე, ახალი ცხოვრების თითქოს იმ ყველაფერმა, რაც მოხდა, რაღაც გაკვეთილი იყო ეს თქვენთვის, ხო, რაღაც გამოცდილება შეგძინათ და ახლა რაღაც ახალ ეტაპზე დგახართ. ახალი შანსები იხსნება თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, შესაძლებელია რაღაც გზა, რომლისკენაც ისწრაფით ერთი სიტყვით რაღაც სასიხარულო, ასე ვთქვათ, სიახლეების ზღვარზე გახართ ჩემო ძვირფასებო. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული ცხოვრება გაქვთ გამოვლილი თქვენს პირად ურთიერთობას გულისხმობ და საკმაოდ გული გაქვთ ნატკენი, ხო კი? ნუ ასეთია თქვენი ენერგიები ამ მომენტისთვის, თუ გეცნოთ საკუთარი თავი, მაშინ გავაგრძელოთ ყურება და ვნახოთ როგორ არის თქვენი ყოფილი პარტნიორი ან დროებით დაშორებული პირი, როგორ არის უთქვენოდ, როგორ გრძნობს თავს, როგორ ცხოვრობს, ვნახოთ როგორ ენერგიებშია, რა ხდება მის სივრცეში, მის ენერგო სივრცეში ამ მომენტისთვის. თქვენი პარტნიორი, ვისაც ფიქრობთ. ინფორმაცია იჩქარეს. როგორ არის უთქვენოდ, როგორ არის ჩემო ძვირფასებო და ნახეთ
აქ ამოვიდა 4-იანი ხმალი და ნახეთ იცით როგორი მომენტი აქვს თქვენს პარტნიორს, ნუ დასტის ძირზე თასის მეფე მაქვს, თასის მეფე. ხო, ძლიერი, როგორ გითხრათ, იცით, საკმაოდ ესეთი ემოციურ ენერგიებშია, ხო, ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენი ყოფილი პარტნიორი. ფიქრობს იმაზე, რომ ხო, სიტუაცია გაჩერებულია ამ მომენტისთვის, ხო? ფიქრობს იმაზე, რომ ხო, ანუ ახალი ეტაპი ხომ არ იწყება, ანუ იცით როგორი მომენტია. რაღაც პერიოდი იყო შეიძლება ითქვას ყველასგან იზოლირებული, ჩაკეტილი, ხო? ჩაკეტილი და ყველაფერს ცდილობდა, რომ თავის თავში გადაეხარშა ის ყველაფერი, მაგრამ ეხლა ამ მომენტისთვის ცდილობს, რომ რაღაცნაირად თითქოს თავისი ცხოვრება კვლავ დაასრულოს ის ძველი ეტაპი, რაც იყო და რაღაც ახლიდან დაიწყოს, ხო, რაღაც ახლიდან დაიწყოს. ნუ შესაძლებელია უკვე არის რაღაც მის ცხოვრებაში რაღაც სიახლეები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ხანი იყო დაკიდებული კაცის პოზიციაში, იყო რაღაც, ნახეთ, ძალიან ბევრს ფიქრობდა და ფიქრობს კვლავ იმაზე, რომ მისი ცხოვრება დაინგრა, ხო, ძალიან მოულოდნელად და ჩემკარგებო, არ არის გამორიცხული, რომ ფიქრობდეს, რომ აქ იყო ჩარეული ვინმე, ვინც ვიღაცის ზემოქმედება ხდებოდა, ხო, ვინმეს ზემოქმედების შესაძლებელია ურთიერთობაში იყო ვიღაც მანიპულატორი პიროვნება, რომელმაც, ასე ვთქვათ, გავლენა იქონია იმაზე, რაც მოხდა რეალურად მის ცხოვრებაში, შემოძვირფასებო და არ არის გამორიცხული დასტის ძირზე ისევ 3-იანი ხმალი მაქვს, რომ ურთიერთობაში თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის ფიგურირებდა მესამე პირი. ეს აუცილებელი არ არის იყოს სასიყვარულო პარტნიორი, ხო? ანუ შესაძლებელია ვინმე, ან ოჯახის წევრმა, ან შეიძლება სულაც მეგობარმა, ან ვინმე ნაცნობმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს პარტნიორებს შორის ურთიერთობაზე. და აი სწორედ ამას ფიქრობს, რომ ისე მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი, რომ დღემდე ფიქრობს იმ ყველაფერზე, რაც იყო და რაც მოხდა. ნახოთ კიდევ, ნახოთ რას ფიქრობს, მოდი ნახოთ რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. რას ფიქრობს? თუ აქვს სურვილი, რომ დაბრუნდეს კვლავ ურთიერთობაში, ხო? რაღაცნაირად შეცვალოს უკეთესობისკენ, თუ ფიქრობს ამას, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში? იქნებ ფიქრობს რაიმეს, ხო? ნახოთ, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. ნუ რა გითხრათ, შემოძვირფასებო. ნამდვილად ფიქრობს იმ წარსულზე, რაც მოხდა, სინდისის ქეჯი აქვს, ნახეთ, დანაკარგის შეგრძნება აქვს პიროვნებას და ყველაფერს ნანობს, თითქოს ნანობს, რომ რაც იყო და რაც მოხდა თქვენთან მიმართებაში, ხო, სინდისის ქეჯი აწუხებს. შესაძლებელია გზებსაც ეძებდეს, არ არის გამორიცხული პიროვნება, რომ ნახეთ, დასტის ძირზე 5-იანი თასის დედოფალი და 7-იანი ხმალი. იცით როგორი მომენტია, არ ვიცი, ურთიერთობაში შესაძლებელია რომელიმე ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან იყო რაღაც ტყუილი, შემოძვირფასებო, ტყუილი ღალატი და სწორედ აი ამან დაანგრია და დაასრულა ეს ურთიერთობა, ხო, და აი ამას ძალიან განიცდის და ნანობს, თუ თქვენი პარტნიორის მხრიდან მოხდა ის ღალატი და ის ტყუილი, ხო, და თქვენ არ აპატიეთ შესაბამისად, ხო, ის ძალიან ნანობს ამას თქვენთან მიმართებაში, შემოძვირფასებო. ძალიან ბევრს ფიქრობს და ძალიან ბევრს ნერვიულობს, ხო, ნერვიულობს, რომ ძალიან ბევრი რამ იყო იმ თქვენს ურთიერთობაში დაფარული, დამალული, გამოუთქმელი თითქოს არ იყო ნდობა პარტნიორებს შორის, ხო, არ იყო ნდობა, რაღაც ეჭვიანობის მომენტი იყო, შესაძლებელია თვალთვალის მომენტი და აი ბევრი აი ასეთი ნიუანსი, რამაც გავლენა მოახდინა ყველაფერზე და საბოლოო ჯამში დაანგრია ყველაფერი, ხო, დაანგრია ნდობა ურთიერთობაში, სიყვარული და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენი პარტნიორი ამ ყველაფერს ძალიან განიცდის. მე მაინტერესებს ვიკითხოთ, რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ყოფილი პარტნიორი, პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ, შემოძვირფასებო და ნახოთ, რას მოიმოქმედებს. მე ჩავუთქვავ 2 თვეს. თუ თქვენთვის მისაღები იქნება 2 თვე, შეგიძლიათ თქვენს 2 თვე ჩაუთქვათ.
რას მოიმოქმედებს პიროვნება ამ 2 თვის განმავლობაში და ეს თქვენზე როგორ აისახება, თუ იქნება ეს თქვენთან ეს მისი მოქმედება თქვენთან დაკავშირებული, რას მოიმოქმედებს? ნახეთ, ორიანი თასი. ორიანი თასი. რა ნახეთ როგორი მომენტია ჩემს უფასება. გზას ეძებს რაღაცნაირად, რომ სიტუაცია, რომელიც ამ მომენტისთვის შეიძლება იყოს გაჩერებული და დაპაუზებული, რაღაცნაირად გზას ეძებს კომუნიკაციის. გზას ეძებს თქვენთან მოსვლისთვის, თქვენთან რომ მოვიდეს და თქვენთან რომ რაღაც ორიანი თასი პარტნიორული ურთიერთობისთვის, ხო, კვლავ რომ აღდგეს კავშირი. ამისთვის ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს და ძალიან განიცდის, მაგრამ ასევე აქვს შინაგანი რაღაც განცდები და პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგანი წინააღმდეგობა აქვს ძალიან დიდი, თითქოს ეშინია, არ ვიცი, წაგების კვლავ, თუ გულის ტკივილის, თუ იმის, რომ შესაძლებელია არ გამოვიდეს, ხო, არ აეწყოს ურთიერთობა. სურვილი დიდი აქვს, მაგრამ ათიანი ხმალი ამოვარდა დასტიდან თავისით ჩემს უფასებო. სურვილი დიდი აქვს, თუმცა შინაგანი წინააღმდეგობა არ აძლევს იმის მოქმედების საშუალებას და ასევე არ არის დარწმუნებული მაინც და მაინც იმაში, რომ ჯერ თითქოს ნახეთ როგორი მომენტია. თითქოს არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ჭრილობები ბოლომდე მოშუშებულია, თქვენიც და მისი ჭრილობებიც, ჩემს უფასებო. რაღაცა თითქოს დრო გახავს, რომ რაღაც მოიმოქმედოს, თითქოს ჯერ კიდევ ცდილობს ეს პიროვნება ჭრილობების მოშუშებას, დაბალანსებას, გაწონას, სწორებას, შესაძლებელია ფეხზე დადგომას, ხო, ჯერ კიდევ ძალიან განიცდის იმ ყველაფერს თქვენთან მიმართებაში. კი. სამომავლოდ ჩაფიქრებულ პერიოდში ჩემს უფასებო მე აქ არ მიჩვენებს იმას, რომ რაიმეს მოიმოქმედებს, შესაძლებელია პიროვნება თulis რომ ჯერ არ არის შესაფერისი დრო მოქმედებისთვის, მაგრამ აქვს რაღაც გეგმები, რომელსაც მიყვება და ჯერჯერობით ამ გეგმებს არც ახმაურებს, ჯერჯერობით ყველაფერს წონის, ყველაფერს რაღაცნაირად აკვირდება შორიდან, რანაირად განვითარდება, მაგრამ კი გადაწყვეტილი აქვს, რომ რაღაც შეიცვლება, აუცილებლად შეიცვლება და აი ტრანსფორმაცია და სამყაროს არკანი, ხო, რაღაც შეიცვლება, რაღაცას შეცვლის აუცილებლად ეს პიროვნება თავის ცხოვრებაში და რაღაცას აუცილებლად მოიმოქმედებს, ოღონდ ჯერ საამისოდ ფიქრობს, რომ ჯერ საამისოდ არ არის არც დრო და არც შესაფერისი მომენტი ალბათ, იმიტომ რომ ჯერ ჭრილობები არ არის მოშუშებული, ჩემო კარგებო. მას უნდა რომ რაღაცნაირად აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, უბრალოდ შესაძლებელია ფეხზე წამოდგომას ცდილობს ეს პიროვნება და ცდილობს რომ რაღაცნაირად დააბალანსოს თავისი შინაგანი ენერგიები, ის ქაოსი, რაც ამ მომენტისთვის აქვს, ხუთიანი კვერთხი, შინაგანი დაძაბულობა, შინაგანი კონფლიქტი, როგორ მოიქცეს, რანაირად მოიქცეს, ყველაფერს წონის ეს პიროვნება და სამომავლოდ გეგმებს ადგენს. უბრალოდ ჯერ მოქმედებისთვის ამ პიროვნებას ფიქრობ, რომ არ აქვს რესურსი, რომ იმოქმედოს და რაღაც ნაბიჯი გადმოდგას, ცდილობს თავისი ჭრილობები, თავისი იარები მოიშუშოს ჯერ და მყარად დადგეს ფეხზე. აი ასეთი იყო დღევანდელი გაშლა. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ. მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.